დილამშვიდობის მეგობრებო, გათენდა მე მგონი მზე გამოდის. არ ვიცი, იმედია დათბება დღეს მაინც. ივლისში მზე რომ მოგენატრება და სითბო. რა ვიცი. წავედი ახლა ცხელი ჩაი დავლიო. ჩაიდანი დავადგი და წავედი ახლა პიტნა მოვიტან. დღეს რატომღაც პიტნის ჩაი მომინდა. რა მზე რო გამოვიდა, ნამდვილად არ მჯერა. ამდენი საკმარისია ერთი ჭიქისთვის. ძენი რაღაც არ მომწონს, ეთყობა ბევრი წვიმები არ უხდება. სილამაზია. ძალიან მეყვარს ძველებური საბჭოთა კავშირის დროინდელი ჭურჭელი და ყოველთვის ასეთ ჭურჭელს ვყიდულობ თუ შემხვდება. რა თქმა უნდა და ჩაისაც აი ასეთი ჭიქით მივირთმევ ხოლმე. ბევრი მაქვს მსგავსი ჭურჭელი, ზოგი ვიყიდე, ზოგი მაჩუქეს და ერთხელ მოვიცლი და დაგათვალიერებინებთ ჩემს პატარა კოლექციას. სანამ ჩაი მომზადდება, მაქვს აი ესეთი მალინა, რომელიც მინდა რომ გავყინო. პირველად ვაკეთებ ამას, ცოტას გავაკეთებ, თუ მომეწონება, მე სხვა დროსაც გავაკეთებ ხოლმე. ესე დავალაგე მალინები და ახლა ამას საყინულეში დავდებ, კარგად რომ გაიყინება, მოვათავსებ პარკში და ამასაც გაჩვენებთ, როგორ შევინახავ. ჩემ გემრიელი ჩაი. მინდი იყო ისევ წვიმს. ვაკეთებ კიტრის წნილს. ჩემს ბაღში მოკრეფილი კიტრი. აი ესე გამოიყურება ჩემი მალინა გაყინული. მომიწია გადანაწილება იამებზე, იმიტომ რომ მთლიანად იმ ფიცარზე რომ მქონდა, არ შეეტია საყინულეში. ეხლა ამებს პარკში ჩავყრი და საყინულეში შევინახავ. აი ესე გამოვიდა. ახლა აქეთ ამას შევაწებებ, არ მქონდა ასეთ შესაკრავი. პარკი და ამიტომ მომიწევს ამის დაწებება რამეთი და დავდებ საყინულეში. აი ასე დავაწებე უთოთი და სალფეტკით. სალფეტკის დახმარებით და გამოვიდა მე. დავდებ ახლა საყინულეში და ზამთარში გამოვიყენებ. აი ასე მაქვს კონტეინერებში მწვანილები შენახული. წვიმს. ეს ამით დაგემშვიდობებით წვიმის ფონზე. მადლობა, ვინც ბოლომდე იყავით ჩემთან. მეთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და მოიწონოთ. მოტივაციას მომცემს უფრო მეტი ვიდეოებისთვის.